გამარჯობა, მე ვარ ნიკა პეტაშვილი. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია და მგონი თავი მოგანატრეთ. ამ პერიოდში წარჩანდი მოგეხსენებათ შედგა ჩემი და მდინარაძის დრაგი და ასევე შედგა უხეში დრაგი. უხეში დრაგზე შემდეგ ვისაუბრებ. რაც შეეხება ჩემი და მდინარაძის დრაგს. არხზე უდევს ვიდეო, ნანახიც გექნებათ. ყველამ კარგად ნახა ცელეს რაც დაემართა. გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო. ყველას ემართება, ვაღიარებ, წავაგე. ძალიან მაგარი მანქანა აწყეს, ძალიან ბევრი ფული ჩადეს, რესურსიც, მაგრამ მეც ძალიან ბევრი ფული ჩავდე და მეც ძალიან ბევრი რესურსი ჩავდე. უბრალოდ დაბუქსავდა კოლოფი, გამასწრო მდინარაძემ, ვაღიარებ, მაგრამ როგორც ნახეთ, ძალიან ბევრითაც ვერ გამასწრო, ბევრი მეღადაონენ. მაგრამ უხეშ დრაგზე ნახეთ, რომ მდინარაძის 4 ყლეზე შემოიღუნეს. ნუ კარგი, ამ თემას შევეშვათ, გადაღიჭილია უკვე, ვიდეოებსაც უყურეთ. რაც შეეხება უხეშ დრაგს. ნუ საკმაოდ მაღალი დონის დრაგი ჩატარდა, მე მომეწონა, კმაყოფილიც ვარ, რადგან ასპარეზობას ვიღებდით მწვანე, ჩემი ძმაკაც მწვანე AMG GT-რით, საბას მანქანით. დავიკავით მესამე ადგილი, სრულიად სტოკი მანქანით. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ ჩელენჯს. შემდეგი ჩელენჯი იქნება ჩემი და სარიშვილის. ვინაიდან რადგანაც პირველი ჩელენჯი წავაგე, სულ იქნება 5 ჩელენჯი. ვისაც არ უნახავს ვიდეო, სულ იქნება 5 ჩელენჯი. 5-დან უმეტესობას ვინც მოიგებს, წაგებული მხარე ყიდულობს მანქანას და მოგებული მხარე ათამაშებს თავის არხზე. ანუ მე თუ მოუგე მათ 3-2, 4-1, ან ასე შემდეგ, ისინი ყიდულობენ ავტომობილს და მე ვათამაშებ ჩემ არხზე. ამიტომ გამოიწერეთ ეს არხი, რომ აუცილებლად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უეჭველი მოვიგებ. რატომ აქვს მოგების იმედი და რატომ მიდუხს სისხლი? სარიშვილისთვის, თაიმათაკისთვის ვამზადებ ძალიან მაგარ მანქანას, აი ყველას უყვარს ეგ მანქანა, უბრალოდ ჯერ არ გამოვაჩენ, სულ მალე ნახავთ მაგ მანქანას, ხოლო მდინარაძისთვის ძალიან მაგარი ლუკმა მაქვს მომზადებული, იმიტომ რომ ისეთი მანქანა ჩამოუყვანია, ისეთ მანქანას ვაწყობ, რომელიც საქართველოს ჯერ არავის არ აუწყია, არავის არ ჩამოუყვანია ესეთ მდგომარეობაში და ესე მაგრად არავის გაუკეთებია. ტოპ ავტომობილია და ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი და ყველაზე ჩქარი პროექტი იქნება. მდინარაძე ისე დღეში უნდა ჩავაგდო, თავის ლეგენდა GTS-ი, აი ესე უნდა დავაშლევინო რა, როგორც ეს GTS-ი დავშალე. მივაშალეთ, აქ გაჩერდება გვერდზე მდინარაძე შენი მანქანა და მე გამოუარე ხოლმე. ხო, დრიფტკარი. დრიფტკარი, ნუ ნაგვის ბუნკერი თუ რაღაც, არ ვიცი რა დაახეთქა სარიშვილმა. არ არის ეს ნაგვის ბუნკერი. ვაწყობთ, ძალიან მაგარ ფრატკრასკავთ. ნუ ყველაფერი ნაყიდი მაქვს, დისკები, სხვადასხვა ნაწილები იქ ძრავსაც ვაძლიერებს და ცოტა ხანში მგონი სარიშვილი დამირეკავს ეგ მანქანა მომყიდეო და თავის მუსტანგს გაასტოკებს, ან გააჩუქებს, ან რავი დაშლის, რამეს უზდავს, რა ვიცი. ეხლა მივყვეთ ჩელენჯებს ქრონოლოგიურად. რა როგორ იქნება? ნუ პირველი M4 და CLS-ი იყო, წავაგე პირველი ჩელენჯი. შემდეგი იქნება თაიმათაკი სარიშვილთან. ნუ რა მანქანით გამოვალ თაიმათაკზე ჯერ არ ვამბობ. იმიტომ რა ვიცი, მე არ შეშინდეს რამე არ გადააკეთოს. შემდეგი იქნება ოფროუდი, რაპტორები, სარიშვილსაც ყავს რაპტორი, მეც ყავს ეს ძალიან ლამაზი არსება და ყველაზე მაგარი. მდინარაძე, შენი AMG GTS-ი, შენი ლეგენდა მანქანა, ლეგენდა აღარ იქნება სულ მალე. და სულ ბოლოს დრიფტ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ როგორც თქვი, გამოცდილება არ მაქვს დრიფტში, ვარჯიშობ, ვაკეთებ მანქანას და მინდა რომ რაღაც აი დებიუტანტი ვიყო და აი ესე შემოვფრინდე, აი მოწყვეტილი შემოვსრიალდე და აი სარიშვილი ავაგდო, კრიშაზე დავაგდო. უხეშო ბიჭებო. რაღაც მანქანები შევმატე ჩემ ავტოპარკს და თუ რამეს მოიფიქრეთ კიდე დავამატოთ, არ არის პრობლემა. მაყურებლებს მიმართავ, გამოიწერეთ არხი, ჩემი ერთ-ერთი გამომწერი მოიგებს ძალიან მაგარ მანქანას, რომელზეც ავახებ მდინარაძეს და სარიშვილს. მინდა ისო CLS-ზე გადავიდე. სარიშვილმა გატესტა ეს მანქანა და რო გადაიღო ვიდეო, მგონი ყველაზე მეტი ნახვა მაგ ვიდეოს აქვს და კიდევ დრაგის ვიდეოსაც ძალიან ბევრი ნახვა აქვს. ამ მანქანით მინდა რევანში.
იმდენად მიყვარს და საზოგადოებაში ისეთი პოპულარულია და ისეთი აქტუალურია, რომ აი მაგათ კომენტარებშივე რო წავაგე და ემოთხმა რო გამასწრო, მაინც აჯვავდნენ ემოთხის დედა შევეცი CLS-ი მეფია და ასე შემდეგ. ნუ ძალიან მაგარი მანქანაა, ფაქტია. 21 საუკუნეში ამ ხელა აჟიოტაჟი არც ერთ მანქანას არ გამოუწევია რა. და ამ მანქანით დრაგზე, ოღონდ რომელ დრაგზე, ჯერ არ ვიტყვი, იქნება რევანში და აი მაგ ემოთხს ყველა მიცით რაც უნდა ვთქვა და უბრალოდ აღარ ვიტყვი რა, კორექტული ვიქნებ. რასაც უზა ვნახავთ. ცოტა მოკლე ვიდეო გამოგვივიდა, მაგრამ ნუ ეს ვიდეო იყო ინფორმაციისთვის, ინფორმაცია მოგაწოდეთ. მე ყველანაირად მზად ვარ. რავი, რომელი ჩელენჯიც უნდა შემომთავაზონ. დრიფტი უნდათ, რავი, ოფროუდ რაც უნდა შემომთავაზონ, მოკლედ მე მზად ვარ. გემშვიდობებით, უკვე ველოდებით მათ შემდეგ ვიდეოს.